მოკლედ, ამ წუთას მიმდინარეობს კაპიტოლიუმში 47 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ცერემონია. და ეხლა რა ხდება? ანუ საქართველოში და მსოფლიოში ურსულა ფონ დერ მაიერიდან დაწყებული, დაამთავრებული სალომე ზურაბიშვილამდე და მთელი ეს ლიბერალური ბაბლი ცდილობს, რავი, რამე ხრელი თუ გააჩნია, ყველგან შეუცვლეს დონალდ ტრამპს, რადგან მან წამოაყენა უკვე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება და ეს ლიბერალური ბაბლი და ეს მემარცხენეები, ვოქიზმი, ნაცები და ეგენი ეტენებიან მას. მაგრამ ეხლა ეგენი რომ ვაზელინები არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეხლა მე მინდა თქვენ ფაქტობრივი მტკიცებულებები განახოთ, რას ფიქრობდნენ დონალდ ტრამპზე ლიბერალები დაახლოებით, რავი, 1-2-3 წლის უკან. უყუროთ. არსებობს ყალბი ამერიკაც. ეს დონალდ ტრამპია. მსოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. ქათამი ეუბნება დონალდ ტრამპს, რომ მსოფლიო მასხარას უწოდებდნენ. ანუ თქვენ ახლა დარეგისტრირეთ გონემაში და რაღაც დიაგნოზი დასვით. ამის პარტიელები, ნაციონალური მოძრაობები, ლელო, მელო, შმელო, რავი, ახლა თეთრსახში ბილეთები იყიდეს, ჩამწკრივდნენ და როგორც ანუ თქვენ შეგელოთ ბილეთები გეიდათ და დასწრებოდით ტრამპის ინაუგურაციას. ძალიან საშიში. ასევე ოლიგარქმა, მაგრამ ხო ისაუცრება ამერიკის პრეზიდენტმა ეს ასევე ოლიგარქმა და ხო ისაუცრება ამერიკის პრეზიდენტმა BBC მოიხსენებს ტრამპს და ილონ მასკს როგორც ოლიგარქს უკვე. იმიტომ რომ მათ პოლიტიკასა და მათ იდეოლოგიას ერხებათ. და ეხლა ისღა დარჩენიათ ერთი ადგილი აულოკონ. ძალიან მიხარია ბაიდენის გამარჯვება. ამერიკაშიც კი არ უხაროდოთ ნიკუშ. ბაიდენის გამარჯვება ამერიკაშიც და შე როგორ გიხარია? არ დაუმალავ 2020 წელს ყველა სასიხარულო ალბათ ეს იყო. მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიხარია ტრამპის წასვლა. ამერიკას არაფერი გუშინ ნამდვილად არ ემუქრებოდა, უბრალოდ გამოჩნდა ის რომ მაინც რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს არ პირად მიშა ამბობს რომ ოლიგარქიული ინსტინქტები აქვსო დონალდ ტრამპსო, ანუ სააკაშვილი ამბობს ამას. ადამიანი, რომელმაც უმასპინძლა ბათუმში დონალდ ტრამპს და აპირებდა ტრამპ თაუერის აშენებას ბათუმში, ხალხო. ანუ ეს რა დონის ვაზელინობა არის, არ ვიცი, ლიბერალებო, ვაშლის წვენი უნდა დალიოთ, იმიტომ რომ ეს ტვინის უჯრედებს ხსნის. შაქრის შემცველობა აქვს ცოტა მაღალი და ტვინის უჯრედებისთვის კარგია, მაგრამ არ ამგონია ვაზელინობა საერთოდ ვაშლის წვენმა უშველოს. მარა გემრიელია. ურთიერთობებზე მაღლა დააყენა თავის პირადი ინტერესები, იმიტომ რომ ასეთი არის ოლიგარქის ბუნება. მიშა, მაიმე, მიშიკო. ჩემო საყვარელო. ოლიგარქის ბუნება არის ეგ? ანუ ოლიგარქის ბუნება ტერიტორიების გადაცემა მტერის სახელმწიფოსთვის. ოლიგარქის ბუნება ხომ არა შემთხვევით, როდესაც სოროსი გაფინანსებს და კამარადან ხდები უცებ საქართველოს პრეზიდენტი. ოლიგარქიული ადამიანის ბუნება ხო არ არის აქციების განსაკუთრებული სისასტიკი დარბევა, ციხეებში ტერორის მოხდენა, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მტერის სახელმწიფოსთვის გადაბარება. ეს ოლიგარქიული ადამიანის ბუნება არ არის, რა ვიცი. ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისეთი რუსული, როგორც ტრამპის დროს. ყველაზე სუსტი პრეზიდენტი ამ მხრივ, რუსეთთან ყველაზე უფრო კარგ ურთიერთობებში მყოფი, საქართველოს პრაქტიკულად რუსეთისთვის გადამცემი პრეზიდენტი უკვე შეიცვალა ამერიკის. სად გადაეცა ტრამპის დროს რუსეთს საქართველოს მართლა ძალიან მაინტერესებს. მოდი რა ლოგიკაში ჯდება ეხა ეს ბოდვა, რომ ტრამპის მმართველობის დროს 2016 წლიდან 2020 წლამდე რუსეთს გადაეცა საქართველოს. რა მოხდა? ომი იყო და ტერიტორიები დაუთმეთ. რამე განსხვავებული მოხდა, რაც აქამდე არ ხდებოდა. თუ ტრამპს იმიტომ აკრიტიკებენ 2016-დან 20 წლამდე, მაგალითად რუსეთმა არ დაგვიპყრო, ომი არ დაიწყო, როგორც ეს ბუშის დროს მოხდა, როგორც ეს მანამდე ხდებოდა მისი მამის დროს 90-იანებში არეულობა და გამსახურდიას რო უწოდებდნენ სადამ ჰუსეინს კავკასიის. ანუ ტრამპმა, რომელმაც ყველაზე კარგი როლი ითამაშა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის გაძლიერებისთვის, აი ეს რეგვენი მას მოიხსენიებს, რომ მისი მმართველობის დროს რუსეთს გადაეცა საქართველოს. აი ამაზე დიდი დემაგოგია მითხარით, ხალხო, რა არის ახლა? აი ამაზე დიდი დემაგოგია. თუ ტრამპი ზრუნავს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დაალაგებაზე და რავი, ახლა კანადას უნდა მექსიკაში კარტელების გაწყვეტა და პანამის არხის ხელში ჩაგდება, საქართველოს რატო არ უნდა დაალაგოს ურთიერთობა ირანთან, რატო არ უნდა დაალაგოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და რუსეთთან.
არა გეკითხებით რომელ გეოპოლიტიკის ამბანში წერია მე ტექნოლოგიები მოგზავნილი და პოლიტიკური ფილოსოფია თავიდან ბოლომდე. ანუ არსად არ წამიკითხე ეგეთი სისულელე, რასაც ეხა ეს ადამიანი ამბობს. ჩემთვის როგორც ქართველისთვის მეზობლებთან დალაგებული ურთიერთობა უფრო პრიორიტეტული არ არის, ვიდრე სადღაც ჯურღმულში 9 ოკეანის მიღმა. ერთადერთი შტატებში ბაიდენია პრეზიდენტი. ტრამპი დემოკრატიის ის შეცდომაა, რომელიც ხდება ხოლმე. ის რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა აი ეს ყველა თავრობის ვაზელინი რატომ ელაპარაკება ვიღაცის ღირსებას ერთი არგუმენტი მაინც დამისახელონ. აი ეს ადამიანი რატომ ელაპარაკება ტრამპის მორალს რატომ იგითხავს ტრამპზე. აი ეს ადამიანი სხვა მაინც იყოს, სხვა. არ უკადრია ამ ქვეყნის არც ერთი სახელმწიფოს მეტაურს საუკუნეების განმავლობაში. აი მე რამდენი საუკუნის განმავლობაში. სულ რამდენი საუკუნის ამერიკა რამდენი საუკუნის განმავლობაში არ უკადრიათ. ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. რომ არ დაუშვათ ხელისუფლებაში ოდიოზური და გაუწონასწორებელი პიროვნებები, როგორც სამწუხაროდ ბატონი ტრამპი აღნიშნა. დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. რაც ვერ გაითვალისწინა რუსეთმა და რატო დასრულდა საბოლოოდ. ეს ხალხი, ესენი. აიც ამათი მოსმენა მე აღარ მინდა რა. ეს ხალხი ხა თქვენ ვისაც უსმენდით, იგლიჯავდა ყველაფერს, რომ მოხვედრილიყო ტრამპის ინაუგურაციაზე. ბილეთები იყიდეს ხალხო, ლელოდან დაწყებული, დამთავრებული, რა ვიცი, ყველა აბსოლუტურად ოპოზიცია ვინც იყო, როგორ შეუძრნენ ტრამპს აღარ იციან. და იმდენს ვერ ხვდებიან, ეხა მე რო ის ქუდი თავზე მახურია, ეს არის მაგა Make America Great Again, ანუ მე ვერავინ ვერ იტყვის ამ ქვეყანაზე. რაც მე ტრამპზე მაქვს ვიდეოები გადაღებული და ჩაწერილი და საფხულიდან დღემდე. კაცო, გარდა მაგისა, ტრამპის ყველა გამოსვლა მაქვს ყველა შტატში ნანახი თავიდან ბოლომდე. პირდაპირ ეთერში ღამეები მაქვს ნათენები. ჩემი მეგობრებიც ამას დამემოწმებიან. პოდკასტი ჩაწერილა სადმე თუ რამე თქმულა არა, სტატია დაუწერია Fox News, იმას რა ვქეთ Daily Mail-ის თუ ნებისმიერს ყველაფერი წამიკითხავს. ანუ ტრამპის იდეოლოგია ხალხო ნუ არიცით? ანუ რისთვის რატომ გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა ამ არჩევნებში? აი რა არის მისი იდეოლოგია, ხო? პირველი ქალისა და კაცის ეს გენდერი გამოყო, ის არის პრიორიტეტი. დაუპირისპირდა ვოუკიზმს. დაუპირისპირდა ბიუროკრატიასა და deep states, თვითონ ტრამპი ოფიციალური გზერასაც საუბრობს. ყველაფერი ფაქტებითა და არგუმენტებით მაქვს მე წარმოდგენილი. და სოფლიოში ებრძვის ისეთი სახის მარიონეტებს, რომლებიც BlackRock-მა, Vanguard-მა და State Street-მა გაზარდეს და აგერ უკრაინას აუმებენ რუსეთთან, ხო? ანუ ტრამპის იდეოლოგია მაინც ოდნავ რო რაღაც იცოდე ტრამპის შესახებ, დარწმუნდებოდი, რომ ყოველი მცდელობა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ახლა კუკალკასავით რო არის გამოწყობილი და ესწრება ვაშინგტონში, რომელიც ჯო ვილსონი სულ გაყიდული ადამიანის მიერ არის წარდგენილი და ძალით ბილეთით შეტენილი ადამიანი. ის ადამიანი მე რატომ ელაპარაკება, რა არის ტრამპიზმი? ბიჭო, ლანძღავდით გუშინ წინ. ყველა როგორ შემოტრიან და ვაზელინივი და ყველა როგორ უძრება ტრამპს ახლა. ჯერა დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ ევროპელი ლიდერები მიწოვლები არ იყვნენ. დავიწყოთ ჯერ იქიდან, ორბანი მიწოვლი იყო, უბრალოდ ორბანმა თქვა, დატვიტა საკუთარ იქზე, რომ ეს სხვა საქმეები მაქვს და ოფიციალური პირი არ უნდა ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს იმას საპრეზიდენტო ინაუგურაციას. იგივე თქვა ჩვენმა მთავრობამ დაახლოებით, რომ ეს არის ოფიციალური სახელმწიფო ცერემონიალი, სადაც უნდა ესწრებოდნენ ამერიკის მოქალაქეები, ამერიკის პირდაპირი მოკავშირეები. და საქართველოს ამ წუთას არ არის პირდაპირ ამერიკის მიერ ასანქცირებული, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ხაზგასმით და ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს. ანუ ტრამპი ატრაკებს იმაზე, რომ უკრაინა ომში არ უნდა იყოს და ეს დააწყებინა თვითონ ბაიდენმა. ამით მოიგო ხალხო არჩევნები, თქვენ რა გონიათ ხო? ანუ რასაც ვოუკიზმით ლიბერალები ამდენი ხანი თქვენ იცავთ და ქუჩაში გამოგაქვთ, ტრამპი ყველაფერს უპირისპირდება მაგას. ამიტომ ეხა გინდა ჯო ვილსონი მოიყვანეთ თქვენ ადვოკატად. გინდა მარკო რუბიო და გინდა რა ვიცი საფლავიდან მოიყვანეთ, თუ გინდათ ის კარტენი. მნიშვნელობა არ გააჩნია მას. ტრამპის იდეოლოგია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლიბერალურ მეინსტრიმს. ეს არის ფაქტი, რასაც თქვენ ვერ გაიქცევით. ეხა თქვენ თუ ეხა ამას იყენებთ იმისათვის, რომ ხავს მოეჭიდოთ, დამიჯერეთ თქვენთვის უკვე ამ შერყეულ პოლიტიკურ იმიჯს კიდევ უფრო დიდ იმას რა ქვია ბოროტებას უკეთებთ და კიდევ უფრო აზიანებთ. რადგან შერცხვენილები ხართ უკვე ყველანაირად, ხვდებით? ლიბერალებო ხართ შერცხვენილები.
ტრამპს დაახლოებით 2 თვის წინ თავარი ფორმულა პირველ ეგენი მოიხსენიებდნენ ოლიგარქად დიქტატურად პუტინის მოკავშირედ, დღეს ტრამპს იშველიებენ იმისათვის, რომ ჯო ვილსონი გამოვიდა და თქვა, რომ ივანიშვილიო გაუყვებაო იმ გზას, რასაც ასადი გაუყვაო. და მაგ ორ პიროვნებას შორის ვერ ხვდებიან რა არის საერთოდ და რა არის განსხვავება? რომ ასადის სირიაში რაც ხდებოდა, ეს რომ განსხვავებული გეოპოლიტიკური შინაარსია, ვიდრე ის რაც საქართველოში ხდება, ამას ძალიან დიდი ფილოსოფოსობა და გეოპოლიტიკოსობა ჭირდება? ის რაც ასადის ფეტიშებში იყო ბუგატები, იმისენი ფერარები და ლამბორჯინები, იმაში რო ეყენა და BDSM ოთახები რო ქონდა, ეს რო ბიძინას ინტერესებში არ შეეძინა, ბიძინა აქამდე ვერ გაგიფაქტიათ მაგამდე, ხო? ეს ყველაფერიც იმას ტრამპის ინტერესებში შედის? ვერ ხვდებით დიქტატორებს შორის რა განსხვავება, ვინ იყო სადამ ჰუსეინი, ვინ იყო კადაფი, ვინ იყო ასადი და რა განსხვავება ამათ შორის და ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი რო იყოს დღეს საქართველოში დიქტატორი, აი დიქტატორი, აი როგორც ასადია, ხო? არც ერთი მედია არ იარსებებდა. აკრძალული იქნებოდა ყველა სოციალური ქსელი. და თქვენ თუ ეხა რაღაც პატიმრებზე გაქვთ პრეტენზია, რომ აი ვაიმე დედა ციხეში არიან დაჭერილები, საერთოდ არ იარსებოდა თქვენი ისინი პარტიები, საერთოდ არ იარსებოდა NGO-ები. ანუ ეს ხო რეალობა არის, ეს ხო რეალობა არის, ხალხო. მე რასაც საუბრობ, ეს ხო არ არის რაღაც გამოგონილი ისა. ანუ მაგ კაცს რატო აბრალებენ იმას, რაც რეალურად არ არის. და დაჟე მე რაზედაც გამიკრიტიკებია მართლა ეგ მეინსტრიმი ის არის რომ ბიძინას მართლა ჯერა დემოკრატიის ანუ სერიოზულად ჯერა მაგ ყველაფრის და მე რაშიც ამ თავრობას მართლა ვაკრიტიკებ ეგ არის რომ უფრო მეტად მკაცრები უნდა იყვნენ უფრო მეტად მკაცრები რომ აი ესეთი სულ გაყიდულები ესეთი მოღალატეები და ესეთი ვაზელინები რომლებიც ახლა მე თქვენ განახეთ არ უნდა პარპაშობდნენ ქვეყანაში რომლებიც ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს აი რაზე ვაკრიტიკებია ამ თავრობას ეხლა მე რო დღეს ჩემი მთავრობა ამ ქვეყანაში იყოს მაგათ არ აი პერსონა ნონ გრანტი კი არა საერთოდ საქართველოს ვეღარ დაინახავდნენ 100 კილომეტრიდან საქართველოს ვეღარ დაინახავდნენ ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავა და საქართველოს შააყენებს საომარი მოქმედებების საფრთხის წინაშე და საქართველოს საკუთარ მეზობლებს გადაკიდებს, ის არის საქართველოს სახელმწიფოს მტერი. აი ამას ვამბობ მე. აგერ აზერბაიჯანელებთან დავალაგეთ ურთიერთობა. აგერ რუსეთთან უკვე გააქვს რაღაც ურთიერთობის გადატვირთვის ტენდენცია და აფხაზეთის დაბრუნების საკითხები უკვე განიხილება დღის წესრიგში. აგერ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილება ურთიერთობის გადატვირთვა. აგერ ევროკავშირთან გადაიწია ამ ყველაფერმა, მაგრამ საბედნიეროდ რომ ევროკავშირში უნდა მოხდეს არჩევნები და იმ ძალებმა გაიმარჯვოს, რომელიც ჩვენ გვაწყობს, რომელიც ლიბერალურ ფაშიზმს ბოლოს მოუღებს. აგერ თურქეთთან განვაახლეთ სავაჭრო ურთიერთობები და სომხეთთან გვაქვს სტაბილური, აი, რა ვის რა ჯანდაბა უნდა მითხარით ახლა საქართველოსთან. არა, მაინც უნდა ჩართონ ომში, არა, მაინც უნდათ რომ უბედურებაში გახვიონ, არა, მაინც და მაინც უნდათ რომ თითიდან გამოწვეონ კონფლიქტი და ეს ქართველები ჩაახოცონ ვიღაცებს. აი ეს არის ამ ლიბერალების ინტერესი. ამის გამო იყარნენ ისინი ქუჩაში. და ამის გამო უძურებიან ახლა დონალდ ტრამპს ტრაქში. 2 წლის წინ ამბობდნენ ტირანი დიქტატორი იყო, რასაც BBC წერდა, რასაც New York Times-ი წერდა, ეხლა გახდა უცებ კარგი ადამიანი? ვაზელინობა არის, ჩვეულებრივი გუბას სანიკიძობა არის, ჩვეულებრივი გუბას სანიკიძობა აი ყველაფერი. მე თელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ანტილიბერალი ვარ. რაც ჩემი ცნობიერება არსებობს და რაც მე გავახილე, თვალე ყოველთვის ანტილიბერალი ვიყავი. ამას მაინც ვერავინ არ დამწავებს ერთ ხარეზე იდექიო. მე არასდროს არ ვდგარან. საქართველოში ბევრი ინფლუენსერი, ბევრი, რა ვიცი, მეინსტრიმში ვისაც თქვენი ცნობთ, ეხლა იყვნენ ოდესღაც მემარცხენები, მემარჯვენები ხდნენ უცებ. მე თელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიყავი აქეთ ხარეს. მე არც არავის ბაბლიდან არ გამოვარდნილ ვარ და არ დამიწყია რაღაც წიოკების დაწყება და ვიღაცეები ვით, ხო იცით ვისაც ვამბობ. მე ძმო თავიდან ვიყავი ანტილიბერალი, რაც ჩემი ცნობიერება არსებობს. პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც გირჩი გააკრიტიკა და პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც ლიბერალებს დააჩვა. არ არსებობდა არც ერთი ას პოლიტიკური აქტივობა, არც YouTube არხი, არც პოლიტიკური პარტია, არც პოლიტიკური მეინსტრიმი, როდესაც მე ვაჯვავდი ლიბერალებს. ამიტომ ეხლა მე ვიღაცები რომ ეძახიან, ვაიმე შენ ბიძინა გაფინანსებს და ბიძინა ჩემი დაფინანსება არ ჭირდება. ისეც მოიგებს არჩევნებს. მაგრამ შენ, აი ვინც მე მაგ ყველაფერს მაკრიტიკებ და მეუნები რომ არ ბიძინას დაფინანსებული, შენ იცით ისე უნდა გეშინოდეს, რომ ბიძინა მართლა ჩემნაირი არ მოძებნოს და ჩემნაირი არ აწიოს მაღლა, იმიტომ რომ მე თუ მაღლა მაგან ამწია, საერთოდ დაემშვიდობე მე საქართველოს. საერთოდ, რადგან მე არ ჩემწყნარებელი ვარ, არც მოღალატეებს ღალატს არ პატიობ და არც არაფერი მოვიწყდება. რადგან საქართველოს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ეს იყო ჩემი იდეოლოგია ყოველთვის, მე ვემსახურები საქართველოს და ტრამპი ეხა შემოეულო შემითავი ანტივოუკიზმშიც, ანტიმემარცხენეობაშიც, ანტი-LGBT-შიც, იქ რა ინტერესებიც აქვს სოფლიოში ის დაალაგოს, მაგრამ თუ ტრამპიც წამოვა საქართველოს წინააღმდეგ, ის ავტომატურად გამოვა მე ჩემი მტერიც.
მაგრამ მე გულშემატკივ ვრობ და მე ძალიან დიდი რწმენა გამაჩნია იმის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გადაიტვირთება და ჩვენ გადავხედავთ ჩვენ სტრატეგიულ მოლაპარაკებებსა და სტრატეგიულ მოკავშირეობას. მაგრამ თუ იქაც აიჩემეს, რომ ჩვენ ვართ ესეთები, ისეთები, ის ადმინისტრაციას გამოვა ჩვენი მტერი და ეხლა მე არ ვარ ლიბერალი და მე არ ვარ შიგ ევროპელი, რომ საქართველოს ინტერესები გავცვალო რომელიმე სახელმწიფოს ინტერესში. მე ვარ ქართველი, დავიბადე აქ და მოვკვდები აქ და მემსახურები საქართველოს. მე არც ნაცი ვარ და არც კიდე ლიბერასტი, რომ დავდგე და ინაუგურაციას ბილეთები ვიყიდო და ტრამპის ტრაქში შევწრე. გამოადგება საქართველოს, გამოადგება, არ გამოადგება ჩემი მტერია. ჩემი მეგობარი ის არის, ვინც საქართველოს გვერდში დადგება. მაგრამ მე მაკაცის იმედი მაქვს. და მე მაქვს მისი ადმინისტრაციის იმედი, რომ მანდ არიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც გადახედავენ სოფლიოში ახალი წესრიგისა და ახალი მშვიდობების დამყარებას, რომელიც სოფლიოში ერთება ძალიან, მაგრამ მათ შორის უკრაინას ესაჭიროება ამდენი ადამიანი კოდება, ხო იქაც. ამიტომ ეს ვაზელინობა კარგი არ არის, მეგობრებო. ერთხელ გაგძრება, ორჯერ და ხალხი ამას დაიმახსოვრებს ყოველთვის. ამიტომ ღირსება და პატივისცემა უპირველეს ყოვლისა. ესაა ჩემი მთავარი მესიჯი, რასაც მე თქვენ მეგობრებო გიგზავნით. დანარჩენი, რა ვიცი, ვნახოთ. რაც იქნება, იქნება რა.